გამარჯობა. TSU მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯი იწყებს გადაცემათა ციკლს პროფესიული კოლეჯების შესახებ. პირველი კოლეჯი, რომელსაც ვეწვიეთ, არის სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, რომლის შესახებაც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა სიუჟეტი. ნახოთ სიუჟეტი. ამის შემდეგ კი გავესაუბრებით ამავე კოლეჯის წარმატებულ სტუდენტებს. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მძლავრი ინდუსტრიის ერთადერთ პროვაიდერს პროფესიული განათლების სეგმენტში. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაარსდა 2015 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააქციო საზოგადოების საქართველოს რკინიგზა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით. კოლეჯს აქვს გამოწვევა შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში ფეხი აუწყოს ინოვაციებს, როგორც დარგობრივ ტექნოლოგიებში, ისე სწავლების მეთოდოლოგიაში. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაინტერესებულ პირებს თავაზობს 20 საკვალიფიკაციო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სარკინიგზო ინდუსტრიისა და მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით. მათ შორის 7 დუალურ, 6 კოოპერაციულ და 7 ინტეგრირებულ პროგრამას. კოლეჯი აგრეთვე ახორციელებს 22 მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამას. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ორიენტირებულია მხოლოდ საერთაშორისო მოთხოვნებთან თავსებადი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებაზე. სასწავლო ცენტრის სტატუსი, რომელიც კოლეჯს მიანიჭა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ 6 წლის ვადით, ცხადყოფს, რომ კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამა ლოკომოტივის მართვა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო და საქართველოს რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და იძლევა ლოკომოტივის მემანქანეების ლიცენზირებისა და სერტიფიცირების პროცესისთვის მომზადების სრულფასოვან შესაძლებლობას. პროფესიულ პროგრამებზე სწავლებას კოლეჯი ახორციელებს დარგის კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით და თანამედროვე ტექნიკის, სიმულატორების, ტრენაჟორებისა და პრაქტიკული სწავლების სახელოსნოების გამოყენებით. კოლეჯი ინტენსიურად თანამშრომლობს სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზასთან და მძიმე ინდუსტრიის სხვა საწარმოებთან, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სპეციალისტების მომზადებას. კოლეჯის პროგრამებზე სწავლა სრულიად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო სამუშაოზე დაფუძნებული სწავლის ეტაპზე პროფესიული სტუდენტი დამატებით იღებს ანაზღაურებას სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზისგან. კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროგრამები ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობებისა თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისთვისაც. კოლეჯი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გენდერული ბალანსის დაცვას და თანაბარ შესაძლებლობებს თავაზობს ყველა სტუდენტს. საგულისხმოა, რომ 2020 წლიდან მოყოლებული კოლეჯს ჰყავს 774 დიპლომირებული კურსდამთავრებული და 869 სერტიფიცირებული მსმენელი. სარკინიგზო ინდუსტრიის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კოლეჯმა დააარსა 2 ჰიბრიდული სასწავლო ცენტრი სამტრედიასა და თეთრიწყაროში, რითაც სწავლის მსურველებს მისცა შესაძლებლობა საცხოვრებელი ადგილიდან მოუწყვეტლივ მიიღონ პროფესიული განათლება და დასაქმდნენ სარკინიგზო ინდუსტრიაში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზა არის კოლეჯის დაფუძნების ინიციატორი და ამავდროულად კოლეჯის განვითარების თანამონაწილე, კურსდამთავრებულებს საქართველოს რკინიგზაში დასაქმების რეალური შესაძლებლობა ეძლევათ. ჩვენი სტუმრები არიან ამავე კოლეჯის სტუდენტები მარიამ ბიჩინაშვილი და გიორგი ფერაძე. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მარიამ, ჩვენ როგორც ვიცით, შენ სწავლობ ლოკომოტივის მართვას. დღევანდელ სამყაროში არ არის უცხო ქალი მძღოლი, მაგრამ ლოკომოტივის მართვა ცოტა სხვა გამოწვევაა. რომ გითხრა, რატომ შეარჩია ეს პროფესია და საიდან გაგიჩნდა სურვილი ამ პროგრამაზე სწავლის? გერმანიაში ვცხოვრობდი, სადღაც 2 წელია ჩამოვედი და პირველად გერმანიაში დავინახე, რომ ქალს შეეძლო მატარებლის მართვა. მივედი ამ გოგონასთან, მთხოვე ძალიან რომ მეჩვენებინა შიგნიდან კაბინა და პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ ხედი რომელიც წინ იშლებოდა, იყო რაღაც სასწაული. გვერდიდან ეს ხედი ძალიან სხვანაირად ჩანს და პირდაპირ ამ ბუნებას რო უყურებ, არის ძალიან ლამაზი. ეს ყველაფერი გერმანიაში. ახლა საქართველოს რომ გადმოვერთოთ, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები? საქართველოს ჩამოვედი იმისთვის, რომ მატარებლის მართვა მესწავლა, გავიგე გერმანიაშივე კოლეჯის შესახებ, Facebook-ის სკროლვისაცაც და ასევე საკუთარი მამა არის დასაქმებული რკინიგზაში, ჩამოვედი, ჩავაბარე და ერთადერთი გოგო ვარ კურსზე.
გიორგი, შენ ხარ ელექტრომომარაგების მეურნეობის სტუდენტი, როგორც ჩვენ ვიცით, და კონკრეტულად რას სწავლობ ამ პროფესიაში და როგორ აღმოაჩინე კოლეჯი? კოლეჯი აღმოაჩინე სრულიად შემთხვევით, ნათესავმა გამაცნო ამის შესახებ, შემდეგ ჩამოვედი თბილისში, რეგიონიდან და უშუალოდ კოლეჯში გავარკვიე ის კურსები, რა კურსებიც ჰქონდათ ჩემი განხრით, მე-9 კლასის შემდეგ, რომ დავინახე, რომ ელექტრომომარაგების კურსი შემეძლო სწავლა და შემეძლო მესწავლა ის, რაც ბავშვობიდან მაინტერესებდა. ორმაგი мотиваცია იყო იმისა, რომ კოლეჯში ჩამებარებინა და მესწავლა. რა ხანგრძლივობის არის ეს პროგრამები, რომლებზეც სწავლობთ? ჩემი კურსი არის 3 წლიანი და ამ 3 წლის განმავლობაში როგორც ვსწავლობ სკოლის პროგრამებს, ასევე ვსწავლობ ჩემი პროფესიის პროგრამებს. ჩემი პროგრამა არის 16 თვიანი და საბოლოოდ გამოვალ მემანქანე. რა მოგცა ამ პროგრამებმა? ყველაზე მთავარი, აი რა არის, რაც ამ პროგრამებიდან შენ მიიღე? პროგრამები ძალიან საინტერესო იყო თავიდან და უფრო საინტერესო გახადა ჩემმა ლექტორებმა, რომლებიც ჩემ ენაზე მესაუბრებიან, ყველაზე გასაგებ ენაზე მიხსნიან იმ თემას, რაც შეეხება ლექციებზე. ძალიან ოჯახური გარემო და ძალიან სასიამოვნო გარემოა, როგორც გავიგე, ხო? ცა. ჯერჯერობით ახალი დაწყებული მაქვს სწავლა, გავდივარ ზოგად საკითხებს და საგნებს, როგორიც არის ინგლისური, მათემატიკა, ზოგადი უსაფრთხოება, მაგრამ პირველად ცხოვრებაში აღმოაჩინე, რომ მათემატიკა ძალიან მაგარი ყოფილა. ისეთი რაღაცებიც აღმოაჩინე, ესე იგი, რაც აქამდე გეგონა რომ არ შეგეძლო. დიახ. რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული სწავლების ნაწილი თქვენს პროგრამებში? რა თქმა უნდა, პრაქტიკა მნიშვნელოვანია მემანქანისთვის, მასზე არის დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლეც. კოლეჯში გვაქვს სიმულატორი, რომელიც გართვლილი არის საქართველოს გზებზე, კლიმატზე, ასევე წინაღობებზეც. გასწავლის როგორ უნდა იარო შუქნიშნებზე, გასწავლის როგორ უნდა ჩააყენო მატარებელი გზაზე, დალოდების მომენტი, რამდენი ხანი ელოდები სანამ კარებს დახურავ. და ასევე რა თქმა უნდა, სწავლის დამთავრებამდე რეალურ მატარებელზე გავივლით პრაქტიკებსაც. ჩემს პროფესიაში პრაქტიკული ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან დიდ ზაბავსთანაა დაკავშირებული, ძალიან საფრთხილო საქმეა, იმიტომ რომ იქ ადამიანის ერთი შეცდომა და ყველაფერი იქ მთავრდება, ესე რომ ვთქვათ. ჯერ მე პრაქტიკაზე არ ყოფილვარ, მიწევს ეხლა გასვლა და ძალიან მაინტერესებს, რაც ვიცი ჩემი კურსელებიდან გადმოცემით, ძალიან საინტერესოა, რაც ხდება იქ და ორმაგი ინტერესით ველოდები პრაქტიკული სამუშაოების დაწყებას. კონკრეტულად შენი პროფესია რას გულისხმობს, გიორგი, რომ გითხრა? კურსის დასრულების შემდეგ მე როგორც 12 კლასის ადესცაც, ასევე ვიღებ დიპლომს ელექტროინჟინერისაც. ელექტროინჟინერს ევალება მატარებლის ელექტროენერგიით აღჭურვა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ელექტროსისტემა იყოს გამართული. მატარებლის გამართულად მუშაობა ნიშნავს რკინიგზის გამართულად მუშაობას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მაინტერესებს, ურჩევდით თუ არა სხვა ადამიანებს კოლეჯს და რატო? რა თქმა უნდა, ვურჩევდი, სწავლას რო დავამთავრებ, მართვის მოწმობას ავიღებ და ზუსტად ამ მართვის მოწმობით მთელ მსოფლიოში შემეძლება დასაქმება. რა თქმა უნდა, საქართველოს პრიორიტეტია და ასევე კოლეჯში მიიღებ როგორც ზოგად განათლებას, შეიძენ ახალ მეგობრებსაც და ასევე პროფესიულ განათლებასაც. დიახ, ყველა ადამიანს ურჩევდი კოლეჯში ჩაბარებას, განსაკუთრებით ჩემტოლებს, იმიტომ რომ ძალიან განსაკუთრებული სწავლებაა ჩვენს კოლეჯში. ჩვენს კოლეჯს აქვს კიდევ ერთი პრივილეგია, რაც არის კურსიდან კურსზე გადაბარება და შეუძლია ადამიანს როგორც ერთი პროფესია ჰქონდეს, ასევე კოლეჯი დაამთავრონ მეორე პროფესიითაც. მაგაში ჩვენი კოლეჯი შეზღუდული არ არის. განსაკუთრებით ურჩევდი ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, ჩემ თანატოლებს, რათა სკოლის დამთავრებასთან ერთად დაამთავრებენ კოლეჯს და შეიძენენ იმ კურსს, რაც თვითონ აინტერესებთ. ჩვენ კოლეჯში ძალიან ბევრი კურსია, რომელიც ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით და უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება, თუ ისინი დაინტერესდებიან და უფრო მეტი სტუდენტი ეყოლება ჩვენს კოლეჯს. სწავლის დასრულების შემდეგ თუ გაქვთ დასაქმების იმედი და კოლეჯს რა წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში? რა თქმა უნდა, სწავლის დასრულების შემდეგ კოლეჯი გაძლევს ასევე დასაქმების საშუალებასაც. დასაქმდები შენივე პროფესიით, საქართველოს რკინიგზაში რა თქმა უნდა და ეს იქნება პრაქტიკაც და დასაქმებაც. ჩემს პროფესიაში დასაქმება შესაძლებელია, როგორც ჩვენ ქვეყანაში, საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც და ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემთვის, იმიტომ რომ ნამდვილად არის საჭირო ჩემი სპეციალობის ადამიანები ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ორივეს გისურვებთ წარმატებებს. მადლობა რომ გვიყურეთ, მომავალ შეხვედრამდე.